ევრონიუსის ცნობით კაროლ ნავროცკიმ დიპლომატიურ კორპუსს განუცხადა, რომ წინააღმდეგია ევროკავშირის მწვანე შეთანხმების, მერკოსურის სავაჭრო შეთანხმების, ცენტრალიზებისკენ ტენდენციის და მიგრაციული პოლიტიკის. მისი თქმით, მას სურს ძლიერი პოლონეთის ხილვა ჯანმრთელ ევროკავშირში. მე მიმაჩნია, რომ პოლონეთი უნდა იყოს ევროკავშირის რეფორმების ბანაკის ავანგარდში, რომელიც გახსნილი იქნება ყველა ქვეყნისთვის, ვინც არ ემხრობა არსებული პოლიტიკის გაგრძელებას და იმავდროულად არ სურს, რომ ერთიანი ევროპის იდეის მოწინააღმდეგეთ მოიაზრებოდეს, უთხრა მან გამოცემას. იტალიის პრემიერ-მინისტრს გრენლანდიის დაპყრობის შემთხვევაში ევროკავშირის სტრატეგიაზე კითხვები აქვს. თუ კი ეს სტრატეგია არასწორია, მაშინ მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ ალტერნატივა. უნდა ითქვას, თუ ზუსტად რის კეთებას ვაპირებთ. ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ფაქტს, რა თვალსაზრისით ნატოდან გავიდეთ, დავხუროთ ამერიკული ბაზები, შევწყვიტოთ სავაჭრო ურთიერთობები, შტურმით ავიღოთ მაკდონალდსი, არ მესმის კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ, თქვა ჯორჯა მელონი. დაახლოებით 1500 ამერიკელი მედესანტე მე-11 საჰაერო სადესანტო დივიზიიდან, რომელიც ბაზირებულია ალიასკაზე ელმერ ფორდ რიჩარდსონის გაერთიანებულ ბაზაზე, საბრძოლო მზადყოფნაში არიან მინესოტაში შესაძლო გადასხმის შემთხვევისთვის. იუწყება ABC News-ი თავდაცვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ ლაპარაკია შეერთებული შტატების არმიის ქვეითს და ერთ-ერთ წამყვან ქვედანაყოფზე, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკის შეიარაღებული ძალების წყნარ ოკეანეში, ჩინეთის შესაკავებლად. დივიზია წარმოადგენს ასევე არმიის წამყვან ფორმირებას არქტიკულ ომებისთვის. ერთ-ერთი ჩინოსნის თქმით, დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია 2 ბატალიონის განთავსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება. მინესოტაში გამწვავდა ვითარება ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის გამო, რომლებიც ამერიკის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების ქმედების გამო ქუჩაში გამოვიდნენ. ერთ კვირაზე მეტია აქ არეულობაა. მას შემდეგ, რაც ამ სამსახურის წარმომადგენელმა მინეაპოლისში სასიკვდილოდ დაჭრა რენე ნიკოლ გუდი. ჩვენ ვდგავთ გონივრულ ნაბიჯებს მოქმედი საჯარისო ძალების მოსამზადებლად. ჩვენ ვარიანტებს ვამზადებთ, განაცხადა ჩინოსანმა. იმავდროულად მინესოტის ეროვნული გვარდიის წევრები რჩებიან გუბერნატორ ტიმ უოლცის ხელმძღვანელობის ქვეშ. უცნაური იქნებოდა, რომ შტატების აქტივირებული მოქმედი ფედერალური ძალები და გვარდიის ძალები ერთდროულად აემოქმედებინათ სხვადასხვა სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. ასევე შეიძლება ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების ფედერალურად მობილიზება და პრეზიდენტზე დაქვემდებარება. ბლუმბერგის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ადგილი მისახალ მშვიდობის საბჭოში, წინასწარი შენატანის სახით სთავაზობს არანაკლებ $1 მილიარდი გადასახადს. შეთავაზებული ჯგუფის წესდების პროექტის თანახმად, რომელიც ბლუმბერგმა ნახა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და ის გადაწყვეტს, ვინც მიიწვიოს ორგანიზაციის წევრად და ვინ არა. თითოეული წევრი სახელმწიფო თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, არაუმეტეს 3 წლისა იმ მომენტიდან, როდესაც ნამდვილი ქარტია ამოქმედდება. წევრობის 3 წლიანი ვადა არ შეეხებათ იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ქარტიის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში მშვიდობის ქარტიაში შეიტანენ არანაკლებ $1 მილიარდ ნაღდი ფულით, ნათქვამია პროექტში. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ტრამპი ცდილობს გაეროს კონკურენტის ან ალტერნატივის შექმნას, რომელსაც ის დიდი ხანია აკრიტიკებს. წესდებაში საბჭო აღწერილია როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიისწრაფვის ხელი შეუწყოს სტაბილურობას, აღადგინოს სანდო და კანონიერი მმართველობა და უზრუნველყოს მზარდი მშვიდობა რაიონებში, სადაც კონფლიქტია ან კონფლიქტი ემუქრება. საბჭო ოფიციალურად გახდება მას შემდეგ, რაც ქარტიას 3 წევრი სახელმწიფო დაეთანხმება. რატომ დაამარცხებს ტრამპი გაყოფილ ევროპას და დასუსტებულ ბრიტანეთს გრენლანდიისთვის ბრძოლაში? ამის შესახებ გამოცემა ტელეგრაფი წერს. ამერიკის უპირატესობა კონფლიქტის ესკალაციაში პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ტერიტორიის მიტაცების მისი გეგმის წინააღმდეგ ბრძოლას. დიდი ბრიტანეთი და ევროპა უიმედოდ სუსტად გამოიყურებიან დონალდ ტრამპის მუქარის წინაშე. ევროპული ქვეყნების მცდელობებმა დაემშვიდებინათ მერყევი ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც რეგიონში ერთობლივი სამხედრო მისიით არქტიკული კუნძულის ხელში ჩაგდებას ცდილობს, საპირისპირო შედეგი გამოიღო. გამოცემა წერს, რომ არსებობს 4 შესაძლო სცენარი: მშვიდობა, სავაჭრო ომი, ნამდვილი ომი და ევროპა, რომელიც ხელახლა იბრძვის. ამერიკის უსაფრთხოებაზე დამოკიდებულება ბრიტანეთს და დანარჩენ ევროპას უიმედოდ დაუცველს ხდის ბატონი ტრამპის ესკალაციის დომინირების მიმართ.
ახლა მათ უნდა დაეწიონ და შეეცადონ მიაღწიონ ნატოს თავდაცვის ხარჯების მიზნებს მიუხედავად უკიდურესად შეზღუდული სამთავრობო ბიუჯეტისა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ გლობუსი შეიძინა, რათა ენახა, სად მდებარეობს გრენლანდია და გადაეწყვიტა ღირს თუ არა მათი მხარდაჭერა. ლამაზი და დიდი, რომ ზუსტად ვიცოდე, სად მდებარეობს გრენლანდია და რომ ორეშნიკი რუსეთიდან თეთრ სახლამდე 26 წუთში ჩაფრინდებოდა. ხოლო მე-11 წუთზე სწორედ გრენლანდიის თავზე გადაიფრენდა, აღნიშნა ბაბიშმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მას მკაფიოდ არ შეუძლია ჩეხეთის მხრიდან გრენლანდიის მხარდაჭერაზე განაცხადოს. შეერთებული შტატების ჯანდაცვის მინისტრმა უმცროსმა რობერტ კენედიმ თავის 72 წლის იუბილეზე ტორტზე სანთლებისთვის სულის შებერვლის ნაცვლად ტურნიკზე სკეპტიკოსებს შეუბერა სული.